მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გვიხარია რომ გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამედროვე სათეატრო პროცესებზე. საუბარი ქალბატონი მაკავასაძე, დამთა კაჯაი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ თავისუფალ თეატრში ბოლო პრემიერაზე სტალკერი, ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ავთო ვარსემაშვილმა დადგა და ჩვენ მიჩვეულები ვართ თავისუფალი თეატრის მაყურებელი, რომ ავთო ვარსემაშვილი ხშირად აკართულებს, ან უბრალოდ რომელიმე ცნობილი ფილმის სიუჟეტს, სცენარს იღებს და აკეთებს უკვე გამოდოქართულებულ ვერსიას და ერთ-ერთი სწორედ ასეთი სპექტაკლი ვიხილეთ. ჩვენ სანამ დავიწყებთ საუბარს, მანამდე უნდა ითქვას ზოგადად თავისუფალი თეატრის როლზე, ეს არის თეატრი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული აღქმა იმ პროცესებისა, რაც ხდება იმ წუთში საზოგადოებაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რაღაც სრულად განსაკუთრებული თეატრი, რომელსაც თავისი არმია ყავს გულშემატკივრებისა, რომელიც გაქმნის იმ ატმოსფეროს, რომ შენ ყოველთვის გიჭირს ბილეთის შოვნა ამ თეატრის სხვადასხვა წარმოდგენაზე. ეხლა შევეცდებით, რომ ჩვენ ვისაუბროთ და ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ ამ სპექტაკლზე. ქალბატონი მაკა. დავიწყოთ. რითი იყო გამორჩეული და რას გამოყოფთ ამ სპექტაკლს? დიახ, ნიკოლოს, თქვენ აღნიშნეთ და მეც ხაზს გავსვამ იმ ფაქტს, რომ დღიდან დაარსების ამ თეატრს ყოველთვის ყავს მაყურებელი, ყავს თავისი როგორც მუდმივი მაყურებელი, ასე არამუდმივი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველთვის ამ თეატრში ბილეთის შოვნა ძალიან ძნელია და რეპერტუარში აქვს უკვე წლების წინ დადგმული სპექტაკლები, რომელზედაც ბილეთის შოვნა დღესაც წარმოუდგენელია, მაგალითად ჯინსების თაობა. შარშანი იყო ჩემი ახლობელი ჩამოსული და თხოვა და ძლივს უშოვე ბილეთი ამ სპექტაკლზე. ერთო დაგვიფარეთ ჩვენ და ადამიანები 20 წელია რეპერტუარშია და ჯინსების თაობაც მოკლედ ავთო ვარსიმაშვილს ეთყობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, პულსზე უჭირავს ხელი, ანუ ყოველთვის თანამედროვეა, იმიტომ რომ თეატრი იცით რომ არის ცოცხალი ორგანიზმი, ყოველთვის შენი დროის და ეპოქის გამოძახილი უნდა იყოს და ეს სპექტაკლიც სტალკერი პრინციპში მე მიმაჩნია, რომ სწორედ იმ მოვლენებს ძალიან ეხმიანება, რაც დღეს მსოფლიოში ხდება და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ხო? ეხმიანება, ავთოს ვარსიმაშვილს რამდენიმე სპექტაკლი აქვს, როგორც აღნიშნე ნიკა, დადგმული ცნობილი ფილმების მიხედვით, ეს არის თქვათ ხომხოცავენ ქანს გაწყვეტილ ცხენებს, ეს არის მექანიკური პორტოხალი, ეს არის ძმები, როკო და მისი ძმების მიხედვით და ახლა მართლაც ძალიან ჩემთვის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა კინომოყვარულისთვის თუ კინომანისთვის, ანდრეი ტარკოვსკის ეს სტალკერი, რომელიც ითვლება მის ტრილოგიად, ხო, სოლარისი, სარკე და ეს სტალკერი. და ეს არის არკადი და ბორის სტრუგაცკების მოთხრობის ასე შეიძლება მიხედვით გაკეთებული პიკნიკი გზის პირას და ტარკოვსკი ეძებდა მასალას, მუშაობდა სხვადასხვა სცენარზე, კლასიკოს მათ შორის კლასიკოს ავტორთა ნაწარმოებებზე და ამ დროს წაიკითხა სწორედ ეს მოთხრობა და ძალიან დაინტერესდა და შეუკვეთა სცენარი ამ ძმებზე. ამ ძმებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ანდრეი ტარკოვსკი უკვე ანდრეი რუბლოვია გადაღებული, უკვე სოლარისი აქვს, უკვე სარკე და ძალიან ბევრი აწვალა ამ მოთხრობიდან დარჩა ძალიან ცოტა, იმიტომ რომ სულ გადააკეთებინა, მაგალითად ის ზონა, ანუ ის ოთახი, საითაც ეს პერსონაჟები მიდიან, იქ ოთახი და სარკე კი არა, იქ იყო რაღაც ოქროსფერი ბურთი, ხო? და ავთომ სწორედ კინოსცენარის მიხედვით გააკეთა ეს სპექტაკლი და არა ვთქვათ ამ მოთხრობის. უნდა აუცილებლად აღნიშნო, რომ ეს არის ამბავი, ასე ვთქვათ, ადამიანების სულიერ კრიზისზე, ძიებაზე, საკუთარი თავის პოვნაზე თვითშეცნებაზე და სამყაროსთან ურთიერთობაზე. ანუ ადამიანი თავად
და სამყარო და რა ურთიერთობა აქვთ მათ ხო სამყაროს და ადამიანს და ეს არის ძალიან ღრმად ფილოსოფიური როგორც ფილმი ასევე სპექტაკლი მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი მე ვთვლი რომ არის ძალიან არგი პერსონაჟები შექმნილი ეს არ როგორც ფილმში აქაც არ არის ბევრი პერსონაჟი სულ 4 პერსონაჟია გოგა ბარბაკაძე თამაშობს პროფესორს რომლის მიზანია აფეთქოს ეს ოთახი თუ ეს ზონა იმიტომ რომ მას მიაჩნია რომ ამ ზონამ ეს ზონა რას ის არის რომ ადამიანის ყველაზე სანუკვარი უცნება ჩანაფიქრი შეიძლება აგისრულდეს როცა ამ ზონას მიაღწევდა შენ სურვილ სიტყვი და მას არ ჯერა ადამიანების მას მეაჩნია რომ ამან შეიძლება ტრაგიკულ დასასრულამდე მთელი სამყარო მიიყვანოს და ამიტომ უნდა რომ ეს ოთახი ააფეთქოს მაგრამ მას საბოლოოდ სტალკერი დუგა კაცარავა თამაშობს მანაც ძალიან საინტერესო პერსონაჟი შექმნა გადააფიქრებინებს ხო აი ეს 4-ვე პრინციპში პერსონაჟი უпростоრად ხო აი ანუ თვითონ სტალკერი ჯაბაკილაძე არის მწერალი რომელიც კრიზისშია და ვეღარ წერს და აი ამ კრიზისიდან შემოქმედის კრიზისია ეს არის პროფესორი რომელიც ზუსტ მეცნიერებებს მისდევს და არ ჯერა ადამიანის მაგრამ საბოლოოდ დაიჯერებს და ეს არის სტალკერი რომელსაც უნდა რომ ადამიანებს ის ოცნება ის სურვილები შეუნარჩუნოს და აუსრულოს და ეს ცოლი რომ ცოლი მსახიობი სოფო გორელაშვილი რომელსაც ჯერა თავისი ქმრის ბოლომდე და თავისი ქმრის გვერდით რჩება ანუ ადამიანთა სხვადასხვა ხასიათები და ტიპაჟები არის წარმოდგენილი ხო ამ იმაში სპექტაკლში და მსახიობები ძალიან კარგად განასახიერებენ რეჟისორის მიერ მოცემულ ამოცანას ასრულებენ ხო? მაგრამ ასევე უნდა ვახსენოთ ალბათ სცენოგრაფია არაჩვეულებრივი. არა, ეხლა უნდა გადავსულიყავი თეო კუხიანიძის, აი ეს არის სწორედ ჰარმონიული შერწყმა რეჟისორის ჩანაფიქრის, კონცეფციის და მხატვრის. ეს არის აი თითქოს აპოკალიფსურ გარემოს ქმნის თეო კუხიანიძის. აი ვულკანზე ხო, ну აი რაღაცა რომ და ვფიქრობ კინოკადრიდან იყო ამის ინსპირაციაც, შეიძლება გახსოვთ შესავითარი მონაკვეთები, სადაც ძალიან ორგანულია და რა ვიცი, მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს თავისუფალმა თეატრმა და ამ სპექტაკლს ყოველთვის ეყოლება თავისი მაყურებელი. და მე დასაწყისში სპეციალურად ვახსენე, რომ ზუსტად იცის ავთომ რა დროს რა უნდა დადგას. და ეს არის ის თემა, რომელიც პირდაპირ გაფიქრებს, რომ შეიცნო შენი თავი, შენი სურვილები, შენი ოცნებები და ამის მიხედვით გააცნობიერო და რაღაცა დასახო შენი ცხოვრება. რითი იყო შენთვის გამორჩეული ეს სპექტაკლი? პირველი რაც მინდა ვთქვა რომ აღნიშნოთ უკვე თავისუფალი თეატრის შემოქმედება და ბატონი ავთოსი და ეს ის სპექტაკლია რომელიც ვფიქრობ პირველ რიგში რომ გაუსვამს ხაზს თუნდაც ახალგაზრდებში რომ ძირითადი ნაწილი მაინც მგონია რომ ახალგაზრდები არიან და არა მარტო ცხადია ამ ფილმის პოპულარობას თუნდაც ის რომ ვისაც არ აქვს ნანახი გაზრდის ინტერესს თუნდაც რეჟისორის მიმართ ფილმის მიმართ იმიტომ რომ აუცილებლად როდესაც სპექტაკლს ნახულობ და თუ ფილმი არ გაქვს ნანახი დაგაინტერესებთ შემდეგ გიჩნდება სურვილი რომ უფრო ღრმად გაირკვიო ორი სიტყვა მინდა ვთქვა ანდრეი ტარკოვსკიზე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი გარდაცვალება, ანუ თვითონ არ იყო ესე წარმატებული რეჟისორი, აღიარებული იყო, მაგრამ მას არ აძლევდნენ და ცენზურა ჰქონდა მის ფილმებს, აწვალებდნენ ასე რომ თქვა და მის საფლავზე ბოლოს წერია კაცი, რომელმაც ანგელოზი იხილა. და ის ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემი ფილმები არის მეტაფორული და არა სიმბოლური. არასდროს არ უნდა ანახო ადამიანებს ის, რისით ქმაც გსურს, ეს აჩვენე მეტაფორულად. ვფიქრობ ზუსტად იგივე გააკეთა ავთო ვარსიმაშვილმა
იმიტომ რომ დღეს დღევანდელობაში ასე ვთქვათ, რაღაცები ისე აჩქარდა რომ დაგვავიწყდა საკუთარი თავი, საკუთარი თვითშემეცნების გზა, საკუთარ თავთან ჩაღრმავება. ეს სპექტაკლი, სადაც თამაშობენ ახალგაზრდები, ისეთი ცნობადი როგორც არის გუგა ქაცარავა, ჯაბა კილაძე, გიორგი ბარბაქაძე და სოფო გორელაშვილი, ამ მსახიობების, სწორედ ამ ცნობადი მსახიობების მიერ შექმნილი როლები უფრო საინტერესოა. და ვფიქრობ, რომ ავთომარცმაშვილი ყოველთვის დროულად იხმიანება აი ამ განვითარებულ მოვლენებს და პროცესებს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ სპექტაკლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სცენოგრაფია. ძალიან ყველას გვაინტერესებდა და ცხადია, დიდი ინტერესი იყო, როდესაც მივდიოდით, რა უნდა გაიგეთებინა ასეთი რთული ფილმის, ასეთი რთული სიუჟეტის და კონცეფციის თეატრში გადატანა. მაგრამ ფაქტია, რომ თავი გარდა. და მუსიკა, რომელიც გიორგი ჯიქიამ სპეციალურად დაწერა ამ სპექტაკლისთვის, გააკეთა მუსიკა და მგონია, რომ რაღაცა იმ ატმოსფეროს, რომელიც აი სრულიად რაღაც არათეატრალური აღქმას გიტოვებს, აი გავიწყდება, რომ თეატრში ხარ, თითქოს შედიხარ და მე განცდა მქონდა, რომ აი თვითონ იმ დაბიჯებაზე, რომელიც რაღაცა ჰაერის ვაკუუმს ქმნის და მეორეგან გადადის, მეგონა რომ აი შეიძლება მეც აფეთქებული ვიყავი და რაღაც. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სპექტაკლში თემა, რომ წერალს აღარ აქვს ინსპირაცია, შემოქმედება, შთაგონება. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც, როგორც სხვადასხვა ეპოქაში და დროში. და სწორედ აი აქ იწყება მე ის რომ გადიან იმ გზას ზუსტად იმ ზონამდე გავლილი გზა ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თავად ის ზონა ის სურვილი რომელიც არის ხანდახან ადამიანს გვემართება ხომ რომ რაღაცა გვინდა მაგრამ სანამ იქამდე მივდივართ შეიძლება არ ვფიქრობთ და სწორედ აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ სპექტაკლში. მაგრამ აი სხვათა შორის სპექტაკლში ავთოსთან ეს ჯაბას კილაძის პერსონაჟი მწერალი ეს არის შემოქმედი, რომელიც კრიზისში იმყოფება, მაგრამ ეთქვა მაინც არც ისეთი ნიჭიერი არც ისეთი ნიჭიერი ადამიანია, ვინაიდან მას ყოველთვის უნდა რომ მოკლე გზებით მივიდეს მიზნამდე და ესეც ადამიანის დამახასია, ხო? რომელიც დამახასია ესეა და საბოლოოდ იგი, ნამდვილი სურვილი უნდა ჩაუთქვა, ხო? როდესაც მიაღწევს ზონას და უარს ამბობს ამაზე, ხო? ჯაბა კილაძის, იმიტომ რომ რა არის მისი ნამდვილი სურვილი? თვითონაც არის. ქალბატონი მაკას სიტყვებს გავაგრძელებ, იქ ამბობენ, რომ საიდან უნდა ვიცოდე, რა დავარქვა იმას, რაც მსურს და ვფიქრობ, აი ეს არის ზუსტად რომ ჩვენ ადამიანებმა ის რაც გვსურს და იქ გრძელდება ტექსტი, რომ ის რაც მსურს, ნამდვილად მსურს და ის რაც არ მსურს, ნამდვილად არ მსურს. სწორედ აი ეს საკითხებია, ესეთი დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანი, რომლისკენაც ფილმიც და სპექტაკლიც გვიწყდება. და ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის სოფო გორელაშვილის ბოლო მონოლოგი, ასე ვთქვათ, ადამიანის არსზე და ვინ არიან ადამიანები რა უნდათ რისი სურვილია აი ამის და ეს ხაზიც არის ჩადებული ამ მონოლოგში. ჩვენ ულოცავთ თავისუფალ თეატრს ესეთ სპექტაკლს რეპერტუარში, თუ არ გინახავთ აუცილებლად უწევთ რეკომენდაციას რომ მიხვიდეთ და ნახოთ ეს სპექტაკლი, ჩვენ კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. ნახვამდის.